სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა ელოდება სულს გარდაცვალების შემდეგ, რას ხედავს სული სიკვდილის შემდეგ და რას გვეუბნებიან ამასთან დაკავშირებით წმინდა მამები. კირილე ალექსანდრიელი, რა დიდი შიში და ძრწოლა გელი შენ, სულო ჩემო, სიკვდილის დღეს, როცა იხილავ იმ საშინელ და უსაშველო სასტიკ და უწყალო ბნელ დემონებს, რომლებიც მოგადგებიან თითქოს შავი ეთიოპელებებით, მათი ხილვაც კი უფრო საშინელია ვიდრე ნებისმიერი სატანჯველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათი ხილვა უფრო საშინელია ვიდრე ამ ქვეყნიური ნებისმიერი სატანჯველი. მაშინ სული შეშინებულია, იძრწის და ცდილობს ანგელოზებთან ერთად დამალვას, მაგრამ ანგელოზები მას მიყავთ ჰაერში არსებული საზვერეების გავლით, სადაც ბოროტი ძალები აფერხებენ. თითოეულ საზვერეზე სულს აჩვენებენ მის ცოდვებს, რადგან თითოეული ცოდვა და ვნება ბოროტ სულებს ზუსტად აქვთ აღრიცხული, ჩაწერილი რა თქმა უნდა. მრავალი წმინდა მამა, როგორც კირილემდე, ისე მის შემდეგაც საუბრობდა საზვერეებზე. მაგალითად მიტროპოლიტი მაკარი მოსკოველი ამბობს, რომ ამ სწავლების ასეთი ფართო გავრცელება განსაკუთრებით მეოთხე საუკუნის მამებში აჩვენებს, რომ ეს მოძღვრება წინა თაობების მამებისგანაა მიღებული და თვით მოციქულთა გადმოცემაზე დგას. მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება ტომი მეორე. მეგობრებო, წმინდა მაკარი დიდი რას ამბობს? როდესაც ადამიანის სული ტოვებს სხეულს, დიდი საიდუმლო ხდება. თუ სული ცოდვას არის დამონებული, მაშინ მასთან მოდიან დემონები, დაცემული ანგელოზები, ბნელი ძალები და იპყრობენ სულს, მიაქვთ თავიანთ სამფლობელოში. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან თუ ადამიანის სიცოცხლეში მათ ემონება და მათ მონად იქცა, მით უმეტეს სიკვდილის შემდეგ ისინი დაისაკუთრებენ. ხოლო ვინც უფალს ემსახურებოდა, მასთან ცხოვრებაში დგანან ანგელოზები, იცავენ და ფარავენ. და როცა ასე წმინდა სული ტოვებს სხეულს, ანგელოზებს შვიდად მიყავთ იგი ზეცაში, წმინდათა ქვეყანაში უფალთან წარსადგენად. სიტყვა უზდაური. წმინდა მაქსიმე აღსარებელი, მეგობრებო, ამბობს, რომ ესე იგი, ვინ არ შეშინდება განსაკუთრებით ისეთი, ვინც ცოდვებით არის დაბინძურებული, როცა იხილავს წმინდა ანგელოზებს, რომლებიც ღვთის ბრძანებით ძალით გამოიყვანეს სულს სხეულიდან. ვინ არ მოიკრავს შიშს, როცა შეეჩეხება უწყალო და სასტიკ ეშმაკებს, როცა საკუთარი ბოროტება გახსენდება. წმინდა ათანასე დიდი. ერთხელ წმინდა ანტონი ლოცულობდა და გონებით აღტაცებულ იქნა. დაინახა თითქოს თავის სხეულს გარეთ იდგა და ზეცისკენ მიყავდათ. გზას კი ჰაერში ბოროტის სუბრილები შეხვდნენ, რომლებსაც უნდოდათ მისი დაბრკოლება. ანგელოზები, რომლებიც მასთან იყვნენ, აუღელველებად მიყავდათ იგი და დემონებს ეუბნებოდნენ, რომ უფალს უკვე მიუტევებია ანტონის ცოდვები, რომლებიც დაბადებიდან ჰქონდა.
დემონები კი ცდილობდნენ მონაზნობის შემდეგ ჩადენილი ცოდვების გამოტანას, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ამ ხილვის შემდეგ ანტონიმ გაიგო თუ რას გულისხმობდა მოციქული, როცა თქვა ჰაერის ძალაუფლების თავარი. ეს მეგობრებო ნიშნავს, რომ ბოროტი ძალები ჰაერში ბრკოლებად დგანან, რათა ადამიანთა სულები არ ამაღლონ და არ ამაღლდნენ. ამიტომაც გვასწავლის მოციქული აიღეთ ღვთის საჭურველი, რათა შეძლოთ ამ ბოროტ დღეს მათ წინააღმდეგ. ეფესელთა მიმართ 6:13. მეგობრებო, მინდა ესე იგი ძალიან მოკლედ, ესე იგი ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ესე იგი ცოტა არის დარჩენილი დრო, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აი რა ჩქარავ სწრაფად მიდის, ხო, დრო და ესე იგი მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, ამ პლანეტაზე არ არსებობს ერთი ადამიანიც კი არ არის მართალი, ყველა ცოდვილები ვართ ჩვენ და ზუსტად ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის, ჩემ და თქვენ და სულ ყველას გამო და აიღო ცოდვები, ხო? და ვის ფიქრობს, რომ მართალია, ესე იგი მისთვის არ მოსულა ქრისტე და არ აღსდგარა და არ აიღო მისი ცოდვები. ეს კატასტროფულ მდგომარეობაში ესეთი ადამიანი. მეგობრებო, მოვინანიოთ, რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ. არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომ ღმერთმა არ მიუტევოს ადამიანს. არ არსებობს. თქვენ იცით, რომ რა საშინელი ცოდვა ჩაიდინა იუდამ, ხო? მაგრამ ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ეხლა რა არის ამაზე დიდი ცოდვა, რომ ესე იგი თვით უფალი წარმოიდგინეთ, რომ ეხებოდა, ესე იგი ერთად ჭამდნენ, ტრაპეზი ჰქონდა, დადიოდან, ეძინათ, ესე იგი და უსმენდა მას და წავიდა და 30 ვერცხლად გაყიდა. მაგრამ მე შემდეგ როგორ წერია სახარებაში, რომ მას ესე იგი მან სინანული ჰქონდა, მაგრამ წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ეს რა სინანულია, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ნახეთ, პეტრემ უფრო საშინელი ცოდვა ჩაიდინა, უფრო ბევრჯერ. იუდამ ერთხელ გაყიდა, ერთხელ ჩაიდინა ეს ცოდვა და პეტრემ სამჯერ უარყო, სამჯერ გაყიდა უფალი. ამ შემთხვევაში პეტრეს უფრო მძიმე ცოდვა აქვს. მაგრამ ნახეთ რა ხდება, პეტრე, იუდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, წავიდა და თავი მოიკლა, თავი ჩამოიხრჩა და პეტრემ როგორც წერია, გულმხურვალედ იწერა, ხო, ტიროდა, შემდეგაც ნანობდა მას, ესე იგი როგორი სინანული ჰქონდა, ხო, და უფალმა მიუტევა მას და უფრო მეტის მოციქულთა თავი გახდა. წარმოიდგინეთ, ხო? ამიტომ არ არსებობს, გესმით? არ არსებობს ისეთი ცოდვა, აი ნებისმიერი, ხა რაც გაიფიქრეთ, ნებისმიერი ცოდვა. ეს ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცოდვა ჩადენილი ცხოვრებაში, ისეთი მძიმე, ისეთი აი მომაკვდინებელი და რაღაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ცხვენია შეიძლება ან რაღაცას დაბრკოლებებს, რაღაცას ფიქრობს თავის თავში არ მიდის და აღსარებას არ აბარებს, ხო? აღსარებას ჩვენ მამაოს კი არ ვაბარებთ, ჩვენ ამაზე ცალკე მაქვს და შეგიძლიათ შემზადეთ მოისმინოთ, მაგრამ არა, უფალი თვითონ ბრძანებს, რომ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომ ადამიანს არ მიეტევოს გარდა სულიწმინდის გმობით და სულიწმინდის გმობა რა არის, ამაზე საუბრობ ჩვენ. მაქვს მე ვიდეო როლიკი არღზე. ამიტომ სანამ დროა მიბრძანდით და მოინანიეთ, უგრცხვენიათ, იქ უფრო შეგწვებათ, მეწმუნეთ, იქ უფრო იქნება, იქ 1000 მაგა და 10000 მაგად შეგწვება ჩვენ. ამიტომ სანამ სული ხორცში არის, მოვინანიოთ და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები და თუ ვინმეს მომაკვდინებელი ცოდვა გვაქვს, ღმერთმა შეგინდოთ ყველას და მიბრძანდით კიდევ ერთხელ, ჩააბარეთ აღსარება და აღარ გაემეორეთ ეს ცოდვა და გქონდეს სწრაფვა ყოველთვის ღვთის მიმართ და მეწმუნეთ უფალი ყველაფერს გაპატიებთ. შეგიწყალებ და გაპატიებთ. არ არსებობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისეთი ცოდვა. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა მოგცეთ ძალა. თქვენ, მეც, რა თქმა უნდა, რომ ვაკეთოთ ბევრი სიკეთე, უანგარო სიკეთე. მე ხშირად ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ, რომ შენ თუ დაეხმარა შენი ოჯახის წევრს, ხო, მამას, დედას, შვილს, დას, რა ვიცი, სიძეს ან
ეს სიძე თუ მეგობარს ხო ანუ ეს რა თქმა უნდა ამაზე არცა ეგ საუბარი ხო ეს ბუნებრივია ხო მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ისეთ ადამიანებს საიდანაც არ ველით აქეთ ანუ უანგაროდ უნდა დავეხმაროთ შეიძლება ის ადამიანს საერთოდ არასდროს არ ნახო დავეხმაროთ პატიმრებს ხო თვითონ უფალი ამბობს ხო მაშინ გეტყვითო ხო გადით შემგან როცა მე ვიყავიო საპყრობილეში არ მომინახულეთო ხო ვაკეთოთ სიკეთე შეიძლება მონახულება დღეს ფიზიკურად იმდენად ანუ რაღაც არსებობს დღეს ის ჩასარეცხვა 1000 საშუალება რომ დავეხმაროთ აუცილებელი არა იქ 1000 ლარები და 5 არა რაც გვაქვს უფალი თითოეულ ლარს თითოეულ თეთრს შეგიწირავთ ყველაფერს შეგიწირავთ უფალი აი ცივი წყალი რო დაალევინოთ ადამიანს ამასაც შეგიწირავს და არ დაგიკარგავს უფალი ამიტომ ვაკეთოთ სიკეთე ღმერთმა მოგცეთ თავდაბლობა სიყვარული მეტი და რწმენა და რაც ყველაზე მთავარია ვიყოთ და დავრჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგულნი და გვიყვარდეს უფალი მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ მადლობა